მოგესალმებით ჩემი სულიერი სივრცის არხიდან, დიდი სიყვარულით და დადებითი ენერგიებით. ძვირფასო არხის წევრებო, ადამიანებო, რომლებიც ხართ ჩემი მონათესავე სულები, რადგან შემთხვევით არ ხართ არც ერთი თქვენგანი აქ ამ სივრცეში მოხვედრილები. ეს არის სამყაროს, ასე ვთქვათ, დაუწერელი კანონზომიერება, რომელიც მიწიერ ცხოვრებაში არ არის ცნობილი ფაქტი, მაგრამ ეს არის ასე. თუნდაც ახლა შენ ვინც პირველად მოხვდი ამ სივრცეში და გახსენი ვიდეო პირველად. აქ არის ინფორმაცია სამყაროსგან შენთვის, რომელიც შესაძლოა, თუნდაც ერთი წინადადება სჭირდებოდეს შენ სულს იმისთვის, რომ არსებულ ჯაჭვში მყოფი განთავისუფლდეს. დღევანდელი გაშლა ეხება მომავალი ერთი კვირის ტაროს პროგნოზს. ჩვენი არხიდან გატარებული ინფორმაცია. მომავალი ერთი კვირის ტაროს პროგნოზი ახლა კი ვნახოთ. ვისი იქნება ეს პროგნოზი, მომავალი ერთი კვირის ტაროს პროგნოზი, ვნახოთ თქვენი ენერგიები, ვისიც უნდა იყოს მომდევნო პროგნოზი, რომელიც გაიშლება აქ ამ სივრცეში. მომავალი ერთი კვირის მანძილზე რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში? სამყაროსგან მოულოდნელი მოვლენა, რომელიც შემოვა ერთი კვირის მანძილზე შენს ცხოვრებაში. შენს საქმიანობის სფეროში, სამსახურეობრივ სფეროში, მომავალი ერთი კვირის მანძილზე რა იქნება? როგორი იქნება მომავალი ერთი კვირა ფინანსების კუთხით შენს ცხოვრებაში? ერთი კვირის მანძილზე როგორი იქნება შენი პირადი სასიყვარულო ცხოვრება? შენს ცხოვრებაში შეიძლება რაღაცა თითქოს გამონათდა ურთიერთობა ან ახალ ეტაპზე გადავიდასავით, მაგრამ ეხლა, რა ვიცი, თითქოს ყველაფერი გააკეთე, რომ კარგად ყოფილიყო ყველაფერი, მაგრამ ეხლა ხარ ენერგიებში, მაინც როდესაც დაცემულად გრძნობ თავს და მტკივნეულ ემოციურ ფონში ხარ. მენტალურად კიდე ფიქრობ, რომ რაღაცა ზედმეტი გავაკეთე, ან ესე არ უნდა მოქცეულიყავი, მაგრამ რა ვიცი, რაც კი შემეძლო, მე რა ვიცი, რაც მეგონა რომ კარგი იქნებოდა, ისე გავაკეთე, რაღაცები დაუფიქრებლად გავაკეთე და ეხლა დგახარ და ამის ანალიზში ხარ, მაგრამ ძალიან როგორ ხარ იცი, უიმედო მდგომარეობაში. ვიღაცა შეიძლება ელოდება ურთიერთობის განახლებას, მაგრამ არაფერი არ ხდება. აქ ახალ საწყის, ან მოდი ენერგიები ვთქვათ, რაღაცის ახალ საწყის ელოდები და არაფერი არ ხდება. ამიტომ ხარ მოგონებებში და განიცდი მტკივნეულ ემოციურ, ძალიან მტკივნეულ ემოციურ მდგომარეობას. თუ იცანი შენი თავი, ესე იგი ეს გაშლა ძირითადად შენია, ამიტომ დარჩი და ნახოთ რას გეტყვის სამყარო. მომავალი ერთი კვირა რა ენერგიები შემოვა? შეიძლება აკეთებდე ან პრაქტიკებს, მედიტაციებს
და დაუშვათ ჩემ პარტნიორს ეძახდი, ასე ვთქვათ, რომ მოსულიყო. სხვათა შორის, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში თითქოს რაღაცა გამოსავალს ნახავ სიტუაციიდან, საიდანაც რაღაცა მოსაზიდ რაღაცას აკეთებდი. ეხლა მე აქ ის სისულელებს კი არ გულისხმობ, კაცო. მედიტაციებს შეიძლება და ასე შემდეგ, რაღაცა პრაქტიკებს და მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. თავად კვირის დასაწყისში თითქოს როგორ რაღაც იქნება. თითქოს შენ იგრძნობ, რომ აი, რა ვიცი, მე არ შემწევს ძალა რომ რამე გავაკეთო, მაგრამ აქ რაღაცა გამოჩნდება და მე ვნახოთ ეხა ეს რაღაცა რა იქნება და სად გამოჩნდება. რაღაცა შეტყობინებაც მოვა ვიღაცასთან, რომელიც ძალიან ისე ვთქვათ გზას გესმოგცემთ თქვენ. ვნახოთ მთავარი მოვლენა. ხა მე უფრო ენერგიებს ვამბობ, იმიტომ რომ კონკრეტულად არა. მთავარი მოვლენა სამყაროსთან შენს ცხოვრებაში მომავალი ერთი კვირის მანძილზე. გამოსვლა დიდხნიანი სტაგნაციიდან, მოლოდინი, როდესაც წარსულზე იყავით დამოკიდებული და აქედან გამოსვლა, რაღაცა განახლება მოდის. მოდი ხა ჩავშალოთ ეს უფრო რას ეხება. ახალი შანსი, ახალი ეტაპი, რომელიც ძალიან გაგიხარდება. აქ რაღაცა შეტყობინება მოგივათ. თქვენ ხართ ძალიან მაგარი ქალი. როგორც ფიზიკურად, ისე ცხოვრებისეულად, მენტალურად, ყველანაირად შემდგარი ქალბატონი, რომელიც შეიძლება გათხოვილიც ხართ, ან შვილები გყავთ და ანუ როგორ რაღაც იყო, იცი, თქვენ შეიძლება აქ ვიღაცასთან ოჯახის აღდგენა მოდის და საჯაროა გაშლა, მოულოდნელი რა მოხდება და სიურპრიზი რა იქნება სამყაროდან თქვენს ცხოვრებაში. ჩემოკარგებო, თავს იგრძნობ თითქოს ოჯახში, ვიღაცასთან ოჯახი აღდგება, დიდი ხანი რაღაცა სტაგნაცია იყო, მაგრამ შეტყობინება მოვა ისეთი, რაც ამ საკითხს ახალ ეტაპზე წაიყვანს. გამოსვლა ყველა ვარიანტში, იმაში რაშიც იყავით, იმასთან დაკავშირებით. გამოდიხართ წარსულზე, რაზეც იყავით, აი გაჩერებული, იქიდან გამოსვლა არის. აქ აღდგენა ვიღაცასთან ოჯახის და ეს ოჯახი ეთო. ვიღაცა ვინ შვილზე ოცნებობდა და ელოდებოდა, ორსულობაც იქნება. აუცილებლად და ეს გაგახარებთ ძალიან ოჯახში, ეს სიხარული იქნება, სიახლე. და რაზეც ნერვიულობდით, მოულოდნელი სიურპრიზი სამყაროსგან, მოდი მასშტაბურად რო ვთქვათ, თავს იგრძნობთ აი თითქოს განახლებულად, გაიღვიძებს თქვენში ეს ქალური ენერგიები, მოგივათ შეტყობინება, რომელიც თავს გაგრძნობინებთ ნამდვილ იმპერატრიცად და ეს იქნება აი მადლობა ღმერთო, რაღაცა ძალიან მაგარ ენერგიებში იქნებით. სამსახური. სამსახურთან დაკავშირებით რაღაცა შეტყობინება მოგივათ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ გამოხვიდეთ თქვენი დღედაღამე ფიქრის და ნერვიულობის მდგომარეობიდან. სამსახურეობრივ საკითხში მოგივათ შეტყობინება, რომელიც გამოგიყვანთ დიდხნიანი დღედაღამე ვაივიშის მდგომარეობიდან. ფინანსები ვნახოთ. ვიღაცა აქ ფინანსებზეც ნერვიულობ და აქ სრული ცვლილება, ზუსტად ეს სამსახური და ფინანსები აბსოლუტურად ერთი და იგივე სიტუაცია. აქ ჩემოკარგებო, აი იგივე არის ზუსტად. აქ ფინანსებზე ნერვიულობ და ვიღაცა ძალიან გაგიხარდებათ, აბსოლუტურად მთავრდება ეგ სიტუაცია, ტრანსფორმაცია ხდება და აი გზას რო ვერ ხედავდით, გამოსავალს ვერ პოულობდით ამ ფინანსებთან დაკავშირებით და თავისუფლდებით. მიდიხართ მომავალში რაღაცა სინათლის შანსი მოგეცემათ, რომელიც აბსოლუტურად გაგინათებთ თქვენს მომავალს. უფრო მაჩვენეთ ფინანსებში, როგორ იქნება მომავალი ერთი კვირა შემოსავლების კუთხით. ზღაპრული,
ზღაპრული, თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით გექნებათ რაღაცა ახალი გადაწყვეტილება, აქაც რომელიც გამოგიყვანთ იმ წინააღმდეგობებიდან, საიდანაც ცდილობდით გამოსულიყავით, მაგრამ ვერ გამოდიოდით. აი, ახალი დამოკიდებულება. თავრდება რაღაცა გაჩერებული სიტუაცია. თუ როგორ იყო, იცი, რაღაცა თუ დასაბრუნებელი გქონდათ თანხა, ეს თანხა შემოგივათ, ის თუ ნერვიულობდით, შემოგივათ ის თანხა და აბსოლუტურად განთავისუფლდებით და ფიქრობდით საიდან რა მოვიტანო და იყავით გაჩერებული. კი, და რა იქნება? ძალიან დიდი ნახტომი იქნება. სამსახური გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან, აი სამსახურეობრივი რაღაცა შეტყობინება გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან. ფინანსებში საბოლოო ჯამში იცვლება სიტუაცია, თქვენი წარსული აქამდე რაც იყო სიტუაცია, რადიკალურად ბარდება წარსულს და ახალ ეტაპზე გადიხართ, სადაც სიმშვიდე შემოდის. პირადი სასიყვარულო ურთიერთობა აქ შემოდის სიყვარული ან განახლებული. აი მე რა ვქნა, აქ ძალიან სერიოზული რაღაცა კაი ამბები მოდის. მოიცადე. შემოსიხარულებო. ვიღაცასთან შემოდის აბსოლუტურად ახალი სიყვარული, რომელიც მაღლიდან არის, აი ღმერთის გამოგზავნილია თქვენთვის, როგორიც აქამდე გქონდათ ურთიერთობა აღარ იქნება, ეს მოდის ინფორმაცია, მაგრამ ეს ახლა მაინტერესებს მე წარსული განახლებაა თუ ახალი? წარსული. აუ, ძალიან მაგარი ბედნიერება შემოდის. აი ხა, მომავალ ერთი კვირის განმავლობაში ვიღაცას ეწევა რაღაც სასწაული დიდი სიხარული თავის წარსულ პარტნიორთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად განახლებული და სერიოზული დამოკიდებულებით მოდის თქვენთან ურთიერთობაში, ოჯახის შესაქმნელად, ცალსახად გეუბნებით და ძალიან რბილი ურთიერთობა გეწყებათ და ვიღაცასთან ხო არა აქ უფრო ის არის. ვიღაცასთან, აი რაც თქვი, ცოტა პროცენტთან, მაგრამ ახალი შემოდის. მაგრამ 90%-თან ბრუნდება ადამიანი უკვე ამ მომდევნო ერთ კვირაში აი აუცილებლად ბრუნდება. როგორც იქნა მივაღწიეთ ამ ფინიშს. აქ გეუბნებით, რომ აუცილებლად ბრუნდება ეს ადამიანი, გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ასეთი იყო ჩვენი მომავალი ერთი კვირის ტაროს პროგნოზი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროგნოზი იყო და სიახლეებით, სასიამოვნო სიახლეებით დახონძლური, ანუ ტრანსფორმაციული პერიოდია, როგორც აღმოჩნდა და დამთავრების პერიოდი, ანუ ტრანსფორმაცია შეიძლება მიმდინარეობდეს მილიონი წელი, რა ვიცი მე, ხა თლად მილიონი წელი არა, მაგრამ დიდი ხანი, ხო? ხო, მაგრამ აი ეს პერიოდი, ეხლა დავინახეთ ჩვენ, რომ ეს ტრანსფორმაცია დამთავრდა და უკვე რადიკალურად მოვიდა ის დღეები, როდესაც უკვე სიახლე აუცილებლად შემოდის და მიიღეთ. მე კი გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს და გემშვიდობებით, პოზიტიური ენერგიებით მომავალ შეხვედრამდე. ძვირფასო მეგობრებო.